Poliția ცვლილებებისთვის წევრის პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბას ხვიტარიძის პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა დაიწყო. დღეს პოლიციელი თედორე გიორგაშვილი დაიკითხა, როგორც მოწმემ განაცხადა, ხვიტარიძე მან და დეტექტივმა გიორგი კაპანაძემ 2024 წლის 5 დეკემბერს დიღომში პოლიციის მთავარ სამმართველოში დააკავეს. მისივე თქმით, დაკავება საქმეზე არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა. როგორც მოწმემ განაცხადა, ხვიტარიძეს მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა და ოქროშიც ასახა, ხოლო თუ საიდან მიიღო, ამაზე მოწმის თქმით ხვიტარიძემ პასუხი არ გასცა. ადვოკატის შეკითხვაზე საბას ხვიტარიძე დილის 4 საათზე როგორ აღმოჩნდა პოლიციის განყოფილებაში მოწმემ აღნიშნა, რომ არ იცის. მისივე თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც გამოკითხეს, სადაც ხვიტარიძის დაკავების და დაკავების ოქმის შესახებ შეკითხვები დაუსვეს. ხვიტარიძის ადვოკატი მოწმის ჩვენებას არ ენდობა, როგორც ირაკლი ჩამახაშვილმა განაცხადა, ხვიტარიძე რეალურად ზესტაფონის გზაზე დააკავეს, მან წანაში და პოლიციის განყოფილებაში მასზე პოლიციელებმა იძალადეს და მოგვიანებით დაკავების ოქში გააყალბეს, რომლის მიხედვითაც თითქოს 5 დეკემბერს გამთენისას თავად გამოცხადა პოლიციაში და საშვი დაუშვეს. ხვიტარიძეს 343 პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მაისური რომაწევია მაშინ შემამოწმდა მაშინ აღნიშნავით ჩემს დაზიანებებს ხო? ანუ რო არის ის ნუჩიათასო? არა. მე რა გიქართ ეს რა არ ვიცი. არ ვიცი, შენ ჩემთაც არა მასეთი რამე არ გამიმარტებია და იმიტომ დავწერე შენ ნიშნა რომ ხელის მოწერაზე ჩემს გიქართ რომ ადვოკატის გარეშე ეს არაფერზე. ადვოკატი როგორ შენება? სასწრაფო გამოგზავნე რა თქმა უნდა დაუგებიცოს. ვისთან ახსენე სასწრაფო აბა? ჩემთან? მენთანასა სალომისთან. ჩემთან რო გეხსენები აუცილებლად დავეკავდი სასწრაფოში. სალომე რატო გავუშვი მაშინ გამოვიდა? სალომე იმიტომ უხერხული სიტუაცია მაიკა რო აიწია მანდილოსანი იყო და გვერდზე ოთახში გამოვიდა. ერთადერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ გამომძიებელმა არ იცოდა, როცა აკავებდა და მიმალვის საფრთხის საფუძველზე აკავებდა, საბას ხვიტარიძე საკუთარი ნებით გამოცხადდა თუ ძალით მიიყვანეს პოლიციაში. ანუ გამომძიებელმა, რომელმაც აკავებს საბას, არ იცის როგორ გამოცხადდა ადგილზე განყოფილებაში, იმიტომ რომ თუ თავისი ნებით მივიდა და მიმალვის საფრთხე აღარ იქნებოდა. რომც ესწრებოდეს პოლიციელი მუქარას და მithumetes გაუპატერების მუქარას და მოქმედებას არ ახორციელებდეს, ეს პოლიციელი არის მონაწილე უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულში. ზუსტად იგივენაირად გაიკიცხება, როგორც სხვა პოლიციელი, რომელიც ამ მუქარას ახორციელებს. ადამიანი, რომელიც ამტკიცებდა და ყვებოდა თავის ნამოქმედას, რომ ძიებაში ქონდა საქმე და გამომძიებელია და დაკითხა, რაღაცები არ ახსოვდა, რაღაცებზე პასუხს ვერ წერდა. ერთი სიტყვით ეტყობოდა პიროვნებას, რომ ბოლოს დაიბნა, თავის ტყუილებში აირია და რაღაცა ისე უგონოდ და უაზროდ ისვროდა სიტყვებს და ვერ გაერკვა თვითონვე სიმართლე რო გითხრათ რა ეთქვა და როგორ ეთქვა.